მანქანა მყავს უსაშინლესად გასარეცხი. ფრჩხილები მაქვს მოსაწესრიგებელი. მაქვს გოგოებისთვის ხილბოსტნეული და რძის პროდუქტების საყიდელი. გაგიმარჯოს. არ ვიცი ვინ ახარ. მამაო ამიგო. მამაო იყო. არ ვიცი, ნახევარზე მეც რა მანქანები ყავს წყალტუბოში არ ვიცი. ნელ-ნელა ვისწავლე. მამა ჩემი უკვე სამსახურშია წასული, ჩვენთან არის დილის 8 საათი. უფრო ადრე გამეღვიძა, მაგრამ არავდექი არ დავიწყე ბოდიალი. ხო და რას ვამბობდი? ბევრი საქმე მაქვს დღეს, შეიძლება ამანათები ჩამოგვივიდეს. ყავის ისა, ჩემი თერმოჭიქა მქონდა აქ მანქანაში და ყავა ვერ გავიკეთე და ვფიქრობ, ეხლა რა მეშველება თქო. რა გეშველება მაიკო? არც არაფერი. გვირილად ჯერ არ გაღებულა. ხო და თვალწუხელი უფრო შეშუპებული მქონდა. აი მე იმდენი კომენტარებია ჩვენს ბოლო ვიდეოებზე დაწერილი, რაც მარტო დაგულებული მაქვს და პასუხები არა მაქვს დაწერილი, ესე ვთქვათ, მინდა ერთ დღეს რომ კითხვებზე, კომენტარებზე პასუხების გაცემის ვიდეო ჩავწერო. ხო და იტყვით ახლა რა მოუცლელობა გჭირს? რა ვიცი, ხალხო, რა მჭირს? ყველაფერს იგივენაირად ვაკეთებ, რასაც ათენში ვაკეთებდი, იმ გამოკლებით, რომ არ ვმუშაობ. ანუ საჭმელს ვაკეთებ, ბავშვებს უვლი, სკოლაში წაიყვანე, ბაღში წაიყვანე, მერე მოიყვანე. ხო და არ მუშაობ და წესით უფრო მეტი დრო უნდა მქონდეს, მაგრამ სახლში ვაკეთებ ბევრ რაღაცას. ამის წინ წამომიარა მისაღები შევღებე, გოგოების ოთახი ხო შევღებე და ასე რაღაცებს ბურჯგალობ ჩემთვის, რა ვიცი. სულ რაღაცა თან საკუთარი სახლი რო არის, ხო იცით როგორია საკუთარი სახლი. რაც არ უნდა აკეთო, მაინც ბევრია საკეთებელი. მით უმეტეს ახლა რაღაც ესწავლი ევრორემონტები და ამბები თუ არა გაქვს სახლში, 10 მაგაც საკეთებელია. ხო და მე მგონი მაგი მჭირს. მე ხან მეგობრებთან გადიხარ, ხანის ცეკვაში დავდივარ. პლუს ამას, ვინც ინსტაგრამზე მატევნებთ თვალს, იცით და მომწერეთ კიდევაც და მომილოცეთ კიდევაც და დაგაინტერესად კიდევაც რა ტრენინგს გავდივარ და წარმატებები მისურვეთ, ვინც ინსტაგრამზე ჩემი გამომწერები ხართ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ გიხარიათ ჩემი ყოველი ახალი წამოწყება. მოკლედ ავიტეხე და რაღაც ტრენინგს გავდივარ, კიდე რა ვიღრმავებ ცოდნას. ასაკნე მატება და ამას არ ვეპუები, მსივა და აბუზული ჩიტივით ვზივარ რაღაცნაირად. ხო და ნახოთ ამ ტრენინგის მერე. თუ რამეს ვიშოვნი, თუ ვერ ვიშოვნი, აქ ხო დამრჩება გონებაში და ჩემთვის ხო გამოვიყენებ. მე სულ ამ პრინციპით ვიმაშვები. ესე იყო ზუსტად კონდიტერის კურსები რო ავიღე. ჩეჩებული მაგ კონდიტერის კურსები რო ავიღე, ნუ ამბობდი რომ თუ გამომადგება და დავიწყებ შეკვეთების მიღებას, ხო კაი, ნუ გამომადგება რა, შეკვეთების კუთხით. თუ არ გამოვიყენებ შეკვეთების კუთხით, ისე ხო გამომადგება სახლისთვის და გამომადგა კიდევაც ყველანაირად 3 წელი მაგ საქმით ვიყავი დაკავებული. ბოსტნეული ვიყიდე, კიტრი, პამიდორი, ორნაირი, ხახვი, წითელი კარტოფილი, სტაფილო, ნიორი. კიდე რა ვიყიდე? მეტი
მიდით, არც არაფერი. წავით ახლა ვიყიდოთ ხილი. დიდ ცელოფანში ჩამიწყოს ყველაფერი კიდე. ხალხო გოგრის რაოდენობას უყურეთ. იქეთ კიდე. ღმერთო რამდენი აქვთ. ღმერთმა გაგაყიდინოთ ყველა. გავგიშდი. საოცრება. თმები გამეჩეჩა ბაზარში გოგოს უყიდა ერთი ყუთი ვაშლი შერეული. ღმერთო რას მეკავს თავი. ხო და ბარე მაქავარ, ნუქთაში აგროჰაბი გაგვეხსნეს ხალხო. კატასტროფა ფასები კი არის შიგნით, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ნორმალური ფასები აქვს. ანუ ზოგადად საქართველოში მგონი ეს ტენდენცია ერთ მარკეტში ერთ რაღაცაშია კარგი ფასები, მეორე მარკეტში მეორე რაღაცაშია კარგი ფასები და ვინც აგროჰაბში დადიხართ და აგროჰაბის პროდუქციას ყიდულობთ, რამდენად კმაყოფილები ხართ რძის პროდუქტებით, ანუ თვითონ აგროჰაბის რძის პროდუქტები რამდენად კარგია და სანდო ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მიყიდია და არ გამომიყენებია და რძე რომ ნახე, შედარებით ანუ ნედლი რძე თვითონ აგროჰაბის სხვა რძებთან შედარებით იაფი ღირს. ხო და თქვენ იყენებთ? იკეას ბაზარში გინაღამ გამგლიჯა ქარმაშვაში რო იტყვიან. როგორ მიხარია გოგოებს ახლა ხილი და ბოსტნეული რომ ვიყიდე. განსაკუთრებით ვაშლი რომ ვიყიდე ერთი ყუთი. და სხვათა შორის ბანანი ნიკიას ბაზარში ღირს 5 ლარი. არ მიჩვენია ორ ნაბიჯი ვიყიდო? რა ამბავია 5 ლარი ხალხო. ვაშლში მივეცი ლარ ნახევარი. და სამნაირი შავადებინე ანტონოვკა, გოლდენი და ჯუნა გოლდენიო თუ რაღაცამ დაგვარი სახელი მითხრეს არ ვიცი. ხო და აგროჰაბს რაც შეეხება მოკლედ აგროჰაბში ვიყიდე საბავშვო მაწონი. როგორც გითხარით, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად თვითონ აგროჰაბის ნაწარმზე მაქვს საუბარი. რაღაცა ეს მომინდა, ეს გამოვაყოლე ჩემთვის ახლა გადავკრავ ერთს. ვიყიდე ასევე რძე. ცდი. ვიყიდე ასევე გრანოლა. ჩემი ძმა, საით მიდიხარ? რიტუ გადმოდი გვერდზე. თუ უხვევ. კიდე კაი. რო ჩართეთ სიმციმა. თორე მეგონა მაგ ხაზის გაყოლებაზე გინდოდა წასვლა. გადავირიე. ხო, ვიყიდე აგროჰაბში ასევე გრანოლა, რომელიც ღირს თუ არ ვცდები 16 თუ 17 ლარი და მე ვიყიდე 8 ლარად. გოგოებს უყვართ ძალიან. კონფლექსი წამოვხე ერთი ყუთი. ყველაფრის გარეშე ანუ ჩვეულებრივი კლასიკური კონფლექსი და რასაყვალელი ხალ პოლიცია. შვაგზაზე რომ მოუხვიე. და შექმენი საავარიო სიტუეიშენი. თქვენ ხო გიყვართ ჩემი კომენტარები მანქან გადაადგილების დროს? ხალისობთ. მე ხალისობ. წეგან იყო ავარია ქუთაისში, კარფურთან. პოლიციის მანქანა იყო შენაჯახები ისე მანქანასთან. არ ვიცი ახლა ვინ იყო დამნაშავე. მაგას გამოძიება დაადგეს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა დილა რო ასე ეწყება გოგო იყო სავარაუდოდ საჭესთან. რომ გოგო იდგა მანქანასთან იქ შორიათს. ხო ვიყიდე გრანოლა, ვიყიდე რძე, ვიყიდე რა ქვია მაგას მაწონი, პური გამოვაყოლე 2 ცალი. და მინდოდა სამზარეულოს ხელსახოცები რო ასე გრძელები. ანუ პატარა ხელსახოცები კი არა, ესე რო არის, რულონზე როა. და ფასდაკლება ქონდა, 16 ლარი ღირდა. და
ნუ ხო ეწერა იქ ფასი და თან სელპაკის ეწერა ნუ ყველაფერი და კაცი ამას ხელი და წამოვიღე. მივედი სალაროსთან და 22 ლარი. მეთქი იქ სხვა ფასი ეწერა თქო და რა ეწერა სხვა ფასი ნუ მაგას მეთქი და დავხედე და toilet paper აწერია. მეთხარ ტუალეტს გაღარდი არ მინდო და გალბატონო ძალიან ბევრი გვაქვს სახლში რა გადასარო ფაში არისო წაიღებ და მადლობა მე აუა ეხაო მეო მენეჯერსო უნდა დაუძახო რომ წაშალოსო და დაუძახთ გალბატონო მე ვთხარი რა მოხდა მე არ მეჩქარება აგერა ვარ და გამოუძახა დაცვამ გამოუძახა მენეჯერს მენეჯერი ფულის დათვლაზე იყო მთელი ამბები და მეთქი სხვა რაღაცები არ ქონდა ჯერ განატარები და მე თვითონაც მოაფიქრდა რომ მაშინ მიბრძანდითო გვერდით სალაროზეო და ამასო მე გამიუქმებსო მენეჯერიო და კარგი ჩემოსაყვარელო მეოთხე წაგეღოთო და არ მინდა მეოთხარი მაგ რამოდენიმე შეფუთვა კაცო მარაკში გვაქვს ოჯახში არ არის საჭირო ხო და ესე აღმოჩნდა რომ სადაც სამზარეულოს ხელსახოცები უნდა ყოფილიყო, იქიდო ტუალეტის ქაღალდები. არ ვიცი ხა მომხმარებელმა გადაადგილა, რა მოხდა წარმოდგენა არა მაქვს და მეც დავსტაცე ხელი კი მე მძიმა, ისე კეთილი კაცო მეთქი რა მძიმე ეძრა არის. მაგრამ არ დაკვირვებენ და კალათა მეჭირა, პური მეჭირა, ის მეჭირა. ესეთი ამბებია რა. დამირეკა დედაჩემა, გაუღვიძია ოჯახს. სად ხარ შვილო, ხომ შვიდობა ხარო და ხომ შვიდობა გაქო და კი დედიკო მეოთხარი მშვიდობა მაქვს თქვენ სანამ გეძინათ. მე საქმეებს ვაკეთებდი თქო და иммунитет. Нифига она не укрепляет. То и это. Рябиц. Агар хасиатева. Круто. რავქნათ რა სხვა გამოსავალი არ არის მივალე ხა დავაპურებ ჩემს შვილებს გრანოლა უყვართ მაწონთან ერთად გრანოლა უყვართ მოვიტყვინებიერი გრანოლა უყვართ ძესთან ერთად ეხა რო დედა ვაშლი მოიტანე რამდენი გიჯობებში გავატარო ეს დღევანდელი ბლოგი ესე 9 საათიანი საუბარი აქედან ხარ დაგემშვიდობოთ ხოდა თუ ჩამომივა ამანათები მე ხომ არ განიგრძელოთ საუბრები სავარაუდოდ მასზე იმიტომ რომ ამანათები რომ ჩამოვა სავარაუდოდ დღეს ჩამოვა შიგნით იქნება ნაცვისხე თემთვას უყვარს ძალიან ნაცვისხის მორთვა ხოდა მორთვაც ყველა ერთად ნაცვისხეს ერთი ნაცვისხე ვუსახსოვრეთ ბახს დანიელას ბახს ვაჩუქეთ ბახს რა დანიელას ჯგუფს ვაჩუქეთ გებრიელია ძალიან სივია გებრიელი ესო დათბილული არ იქნება გებრიელი აწყვეტილი მორბის ვიღაცა ჩემს უკან იბზან ბატონო ფთხილადი არა შვიდობით სადგეჭგარება მდილა ადრიან ღმერთო ჩემო ესეთი ამბები ცუდია ცუდი ის ფაქტი რომ აგროჰაბში ისეთი ფასებია ყველა ვერ შეძლებს ყველასთვის არ არის ზოგადად საქართველოში ისეთი ფასებია რომ ყველასთვის ყველაფერი არ არის ხელმისაწვდომი სამწუხაროდ მაგრამ რას ვიზამთ
ბავშვებს რო ჭირდებათ სწორი კვება და ისედაც ამ მოწამლულ სამყაროში საჭმლით იქნებ შეუწყო ხელი, მაგრამ ხანდახან ფიქრობ ის საჭმელიც რა არის, რასაც აწვდი, ხო, რამდენად ჯანსაღია. ეგეც არ ვიცით. გინდა რომ ჯანსაღად ყვებო შვილები და შენც შესაბამისად. ისე უფროსები დიდად არ ვფიქრობთ. უფროსები დიდად არ ვფიქრობთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ბავშვებზე ვართ გადართულები. ღმერთო ყველას მიეცი მის საშუალება, უნარი, რომ და ჯანმრთელობა, რომ ორი კაბიკი გამოიმუშაოს, რომ ბავშვებს არაფერი არ დააკდეთ. თავარი ეგა, რომ ბავშვებს არ აკდეთ არაფერი. ლაღი ბავშვობა გქონდეთ, რაც თავარია. აქ წავედი, იქ წამოვედი, ეს გავაკეთე, აუ რამდენი წერთ ხალხო, ათენის ვლოგები გვენატრებაო. მეც მენატრება ათენის ვლოგები. მენატრება ათენის ვლოგები, ჩემი გუდუნა მენატრება. გუშინ ტორტზე შენი გაკეთებული ტორტი და ზოგადად შენი გაკეთებულიო, ყველაფერი მოვენატრა, გული დამეფუფკა და დამეწა. ჩემი საყვარელი ბიჭი. ნაცნელია ის. კომენტარი დამიწერა ერთმა ჩვენმა გამომწერმა. სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, არც აუცილებელი სახელის გამოცხადება. მასაც ემიგრაციაში ყავს მეუღლე. ხო, კარგად მახსოვს, ანუ თავად არ არის ემიგრაციაში, მეუღლე ყავს ემიგრაციაში და ეხლა ახალი დაწყებული მაქვს თქვენი ყურებაო და რამდენად როგორ უნკლავდებით ამ ყველაფერსო. თუ შეგიძლიათ ორი სიტყვითო რომ როგორ უნკლავდები? დაშფანდურით. კაი, ხუმრობა იქეთ იყოს, ძალიან რთულია. ძალიან მიჭირს, მით უმეტეს ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან ჩემი და ზურას დამოკიდებულება, როგორი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენმა გამომწერებმა, რომლებიც პირველივე დღიდან მოგყვებიან, იციან ჩემი და ზურას დამოკიდებულება ერთმანეთთან და ვერ წარმომედგინა თუ ესე შევძლებდით. ჩვენ აქეთ ვიყოთ, ზურა იქეთ იყოს, ძალიან მიჭირს, მაგრამ იმდენად კარგად გრძნობენ ბავშვები თავს, მაგ ყველაფრით გადამაქვს ყველაფერი, თქო, ესე ვფიქრობ. და ვცდილობ კონცენტრირდე არ ვიფიქრო, თქო, ეხლა სისულელია, რანაირად არ უნდა იფიქრო ადამიანმა. ამ დილით მაგალითად რომ წამოვედი, დილით რომ ვდგები, ეგრევე ვწერ და ზურაც როგორც კი იღვიძებს, ეგრევე წერს ხოლმე და დილით რომ წამოვედი, დავურეკე და რომ მიპასუხა რაღაცნაირად სრემლები მომერია და ავზლუქუნდე. გოგო, კარგად თუ ხარო, რა გატირებსო, ეხლა დილადრია, ხო მშვიდობა გაგო და მე ხუმრობაში გადაიტანა იმანაც. ხო და ეს რაღაცნაირად მომააწვევა, მაგრამ რა ვქნათ. თავს არწმუნებ, რომ სხვა გამოსავალი არ არის. დღესდღეობით ესე გვიწევს ყოფა. რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალოთ, ბავშვების კეთილდღეობისთვის და ბევრი რამისთვის და რაღაც დათმობებზე მიდიხარ ადამიანი. თავარია ეს
ძვირფასი. გამარჯობა. ეს ძვირფასი ურთიერთობები არ გაფუჭდეს, არ გაუფერულდეს და ყველაფერი იქნება ხუთიანს. ეს ემოციური დარტყმები სულ იქნება. გარდაუვალი. მაგრამ ბავშვები, მაშვები უფრო მეტად მატანინებენ ამ ყველაფერს. ესეთი ამბებია. გაჩვენეთ ახლა რა რაოდენობის ვაშლი ვიყიდე და აქ დავასრულებ vlogs. მგონი. ხო, ასე აჯობებს. მომეტყნა პირი. დღეს როგორ მქონდა თვალი ჩამოსიებული. კვინკე შეშუპებით რომ გავიყვით. წავედი. მანიკურებს გაფიცებ, აგერ ქალბატონი გამოვიდა. ნახე რამდენი ვაშლი გიყიდეთ. ძალიან მიყვარს. ხო, ბევრი ვაშლი. შევიტანოთ ახლა ყველაფერი, ოკეი? მე მაწონს. არა, იყოს ცელოფანში დედი და ერთად Ach, Kneina! დილემში დავისა. ოხ. ბესოს შენ ძმას ძინავს. ძინავს ბესოს? ოკეი. ადრია დედიკო დღეს რაღა იყო და ჯერ და მაგიტო. ეს რა არის? გრანოლა დედა. გრანოლა? ხო. წავედით ახლა. გრანოლას უჩი ცოტა დარჩა. ხო და მაგიტო ვიყიდე და. ესეც გრანოლა? ხო. წადი ახლა დაჯიბებოს დაუძახე რომ მომეხმაროს, კარგი? ბება, მადი მოეხმარე. მოეხმარე შენ. რა? მაგილა. ეს დიდებისთვისა, დედიკო შენსაც გაჭმევ ეხლავე. ეგ კარტოფილია და. კარტოფილი? წავედით მოკლედ ჩავაბარგეთ. კარტოფილი? არა, ჩვეულებრივ უბრალოდ წითელი ფერია გარედან და ჩავაბარგეთ ეს ყველაფერი და აქედან დაგემშვიდობებით.